შანხაი, თბილისი, შანხაი 15 ივლისიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება ავიაბაზარზე ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შემოდის. შანხაი მესამე ჩინური ქალაქი იქნება, რომელთანაც საქართველოს პირდაპირ ფრენით იქნება დაკავშირებული. ახალი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. რადგან არის შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება და რას ნიშნავს ახალი ავიამიმოსვლა საქართველოსთვის, თეკლა ბესტავაშვილი შანხაიდან. ჩემს უკან შანხაის ყველაზე ცნობილი ხედი იშლება, ადგილი რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. თუ გინდა გაიგო, როგორია ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკად იქცა, მისი გაცნობა სწორედ აქედან უნდა დაიწყო და სწორედ აქედან დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა ჩინეთში. შანხაის ყველაზე ცნობილი სანაპირო და ქალაქის ისტორიული გულია. სწორედ აქ იწყება შანხაის ისტორია როგორც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის და სწორედ აქ ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს მისი გარდაქმნა თანამედროვე მეგაპოლისად. ერთ მხარეს გასული საუკუნის ევროპული სტილის ისტორიული შენობებია, მეორე მხარეს კი ფინანსური რაიონი ცათამბჯენებით, რომლებიც თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკურ ძალასა და განვითარების ტემპს ასახავს. სწორედ ამ კონტრასტმა აქცია ეს სანაპირო არა მხოლოდ შანხაის, არამედ მთელი ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავიზიტო ბარათად. ჩინეთის გაცნობა მხოლოდ ცათამბჯენებით არ შემოიფარგლება. სწორედ ამ მუზეუმში ინახება ჩინეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის უდიდესი ნაწილი. აქ სხვადასხვა ეპოქის უნიკალური ექსპონატებია წარმოდგენილი. ეს მუზეუმი ჩინეთის ისტორიას გვიყვება, შემდეგი გაჩერება მის შემოქმედებით სახეს გვაცნობს. ჩინეთის ხელოვნების მუზეუმში ტრადიცია და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთს ხვდება. ექსპოზიციები აჩვენებს, როგორ ახერხებს ქვეყანას სწრაფი განვითარების პარალელურად საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას. შანხაი დღეს ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ბიზნეს კარიბჭეა. სწორედ ამ ქალაქიდან იწყებს მოგზაურობას არაერთი უცხოელი ვიზიტორი. საქართველო-ჩინეთის ტურისტული ურთიერთობები კი ახალ ეტაპზე გადადის. 15 ივლისიდან შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა იწყება, რაც ორ ქვეყანას შორის მოგზაურობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ტურისტული ნაკადების ზრდასაც შეუწყობს ხელს. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანა ის აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და შთამბეჭდავი ხედებით, რაც ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. ჩინეთიდან, განსაკუთრებით შანხაიდან და პეკინიდან საქართველოში უკვე პირდაპირ საერთაშორისო ფრენები ამოქმედდება. ამიტომ მოგზაურობა ძალიან მარტივი და მოსახერხებელი გახდება. თუ გაინტერესებთ დასავლური კულტურა, ულამაზესი მთები და განსხვავებული გარემო, შეგიძლიათ შანხაიდან პირდაპირ საქართველოში ჩაფრინდეთ. შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისების დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. საქართველო ყოველთვის იყო ბევრი ჩინელი მოგზაურის სურვილების სიაში, თუმცა ადრე პირდაპირ ფრენების არარსებობის გამო გვიწევდა გადაჯდომით მგზავრობა, რაც საკმაოდ არაკომფორტული იყო. ახლა კი, როდესაც შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირ ფრენები არსებობს, საქართველოში მოგზაურობა გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი იქნება. გასულ წელს ივლისში თავადაც ვიმოგზაურე საქართველოში. გამგზავრებამდე ვფიქრობდი, რომ საქართველო პატარა შვეიცარიას გავდა, თუმცა როდესაც იქ ჩავედი, მივხვდი, რომ რეალობა სრულიად განსხვავებული იყო. საქართველოს აქვს შთამბეჭდავი ბუნება, მწვანე ხეობები, თოვლიანი მთები და ულამაზესი პეიზაჟები, როგორც შვეიცარიას. საქართველოს შესანიშნავი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ძალიან თბილი და მეგობრულია. ბევრი ჩინელი ტურისტისთვის საქართველო ჯერ კიდევ ერთგვარი დამალული მარგალიტია, რადგან მას ჯერ არც ისე ბევრი ადამიანი სტუმრობს. მას შემდეგ, რაც შანხაისა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიარეისები ამოქმედდება, ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა ბევრად უფრო მოსახერხებელი გახდება. ქალაქის
თანამედროვე სახეზე საუბარი შეუძლებელია ამ კოშკის გარეშე. თითქმის 9 კილომეტრიანი კოშკი 10 წლეულებია შანხაის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა და ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. ისტორიული მემკვიდრეობა, თანამედროვე არქიტექტურა, კულტურა და სწრაფი განვითარება. ეს შანხაია, ქალაქი, რომელიც ჩინეთის შესაძლებლობებს მსოფლიოს აცნობს. უახლოესი დღეებიდან კი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს იქნება პირდაპირი ავიარეისებით.